მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ. მადლობა ყველას, ვინც ჩემი არხი გამოიწერა, ვინც დამილაიქა, დამიკომენტარა, ყველას განსაკუთრებული მადლობა, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი ჩემი გამომწერები უკვე 1000-ნი ვართ. და იმედი მაქვს, რომ კიდევ მოიმატებს და ეს არის ჩემთვის ერთგვარი სტიმული. ახლა მინდა გავაკეთო გაშლა ერთ-ერთი გამომწერის თხოვნით, რომელიც იყო ზუსტად აღარ მახსოვს, მგონი ასეთი თემა იყო, მტრის დასასრული. ჩემო ძვირფასებო, ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად ყველას, ვინც ჩვენს ცხოვრებაში, თუნდაც ჩვენ ვიყოთ და ეს ისეთი თემაა, როდესაც ამაზე მე მგონი ყველა მიცის, რომ აუცილებლად ყველას თუნდაც ჩვენ ვიყოთ და ჩვენ გავუკეთოთ ვინმეს რაიმე სახით სიბოროტე და ნეგატივი, ხო? აუცილებლად ეს ყველაფერი არ დარჩება ისე შეუმჩნეველი და არ დარჩება ისე, რომ საკადრისი არ მივიღოთ ჩვენც და ვინც ჩვენ გვიკეთებს ამ რაღაც მტრულად, ვინც სიბოროტეს, ასე ვთქვათ, აუცილებლად იქნება დასჯილი ადრე თუ გვიან ყველა მიიღებს თავის საზღაურს. მტერი, მე მინდა გითხრათ, რომ ახლა მტერი ცოტა ესეთი თემა ადამიანის ყველაზე დიდი მტერი თვითონ ადამიანი, ანუ საკუთარი თავი, საკუთარ თავზე მეტ ზიანს ვერავინ ვერ მოგვაყენებს. ხო, ჩვენ თავს ჩვენ თვითონ ზოგჯერ ისეთ ცუდ საქციელს, ცუდ რამეს ვუკეთებთ, რომ ჩვენ ამას იმ მომენტში შეიძლება ვერ მივხვდეთ, მაგრამ მერე ვაცნობიერებთ, ხო, ბოლოს მოდის გაცნობიერება და ამიტომ უფრო ვიტყვი აი ასეთი თემით გავაკეთოთ ჩვენი არაკეთილის მსურველი. როგორ წავა საქმე, რა იქნება, რატომ ანუ ჯერ თავდაპირველად ვნახოთ მისი ენერგიები ვნახოთ და ვნახოთ რა გვაკავშირებს, რა გაკავშირებთ მასთან. შემოდგარგებ, რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. მე მომზადებული მაქვს კითხვები და დავიწყებ, შემოკარგებო. პირველი კითხვა, რა ენერგიებში იმყოფება ახლა ის პიროვნება, ვისაც თვლით, რომ თქვენი არაკეთილის მსურველია, შემოკარგებო. როგორ ენერგიებში იმყოფება თქვენი არაკეთილის მსურველი? მაშ ვნახოთ პირველი კითხვა. შემდეგ, როგორია ამჟამად კავშირი თქვენსა და მას შორის, როგორია ამჟამად კავშირი, ენერგეტიკული ურთიერთობა თქვენსა და მას შორის, რომ მივხვდეთ რამდენად სწორედ გაქვთ გაშლა არჩეული, შესაძლებელია საერთოდ არ იყოს ეს თქვენი გაშლა, ხო? ამიტომ აი ამ ორი კითხვით უნდა მივხვდეთ, შემოკარგებო, რამდენად თქვენია. როგორია ამჟამად თქვენსა და მას შორის ურთიერთობა და კავშირი? შემდეგ, შინაგანი мотиваცია. რა ამოძრავებს მას, რატომ იჩენს ნეგატიურ განწყობას, მტრულ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ, რატომ იჩენს? ნახოთ შემდეგი კარტი. შემდეგ იყოს აი ესეთი კითხვა. როგორ აისახება მისი ეს ქმედებები, მისი ეს ნეგატიური დამოკიდებულება თქვენს მიმართ, როგორ დაუბრუნდება მას ცხოვრებაზე, როგორ იმოქმედებს ეს მის ცხოვრებაზე, ხო? ნახოთ და შემდეგ როგორი იქნება მისი საბოლოო ბედი, საბოლოო, ანუ შედეგი გზის ბოლოს მისთვის, როგორი იქნება ამ ყველაფრის გამო, რასაც ის თქვენს მიმართ ახორციელებს, ხო, შედეგი. აი ასე, თუ საჭირო იქნება, შემდეგ მე დავამატებ კიდევაც არკანებს და მას ვნახოთ, როგორ ენერგიებში იმყოფება ახლა ის პიროვნება, თქვენი არაკეთილის მსურველი, ასე ვთქვათ. ამოვიდეთ ასის მეფით, შემოძვირფასებო, ასის მეფე. მე აქ დავამატებ, პიროვნება, ემოციური პიროვნება. ნახოთ აბა კიდევ რას გვეტყვის, პიროვნება, რომელიც შესაძლებელია იყოს ზოგადად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდეს, რომ კეთილის მსურველი, მასთან შეგიძლიათ საუბარი, არ არის გამორიცხული, ზოგიერთთან იყოს ფიგურირებდეს, ანუ მამაკაცი იყოს, ასეთი მამაკაცი, რაგი ფიგურიანი კარტი ამოვიდა, ან ქალბატონი რაღაც ესეთი მსგავსი ენერგიებით, ხო, თასის მეფე. ნახოთ, მოდი დავაზუსტებ მე აქ რაზე მიგვანიშნებს და ამოვიდა ქურუმი ქალი, შემოძვირფასებო. არ არის ეს პიროვნება გამორიცხული, რომ შესაძლო ფარულად მოქმედებდეს, კონდეს რაღაცნაირად ისეთი იმიჯი მორგებული, რომ თქვენზე აი რაღაც თითქოს დადებითი, ემოციური, მაგრამ ფარული რაღაც სურვილები ჰქონდეს, ფარული რაღაც მოტივები და ფარულად მოქმედებდეს, არ გამოვრიცხავთ, შემოკარგებო. ასევე შესაძლებელია ეს იყოს ქალბატონიც, რადგან ორივე ფიგურა ამოვიდა, ხო, ქურუმი ქალი და თასის მეფე.
პიროვნება, რომელიც გაჩვენებთ, რომ კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ, მაგრამ რეალურად მას რაღაც ფარული მოტივები აქვს და დაფარულად მოქმედებს. შესაძლებელია ეს იყოს ქალბატონი, ასაკიანი ქალბატონი, არ არის გამორიცხული, ზოგიერთთან ფიგურირებდეს ქალბატონიც. შესაძლოა თქვენთან ახლოც იყოს, ხო? ანუ გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ აი ესეთი რაღაც დამალული დაფარული რაღაც მოტივები ამოძრავებდეს და რეალურ სახეს არ აჩვენებდეს, ხო? ანუ თითქოს პიროვნება არის გულისხმიერი, კეთილგანწყობილი, მაგრამ რეალურად თავის ნამდვილ სახეს არ აჩვენებდეს ეს პიროვნება. აი ესეთ ენერგიებშია, ხო? ანუ გარშემო მყოფებისთვის რაღაც ამოუცნობი პიროვნებაა, თითქოს თბილი, მაგრამ თან ამავე დროს რომ ვერ გაიგებ, აი რა მოტივი ამოძრავებს, როგორი პიროვნება, რაღაც არის მასში, რაღაც დაფარული. აი ესეთ ენერგიებშია ამ მომენტისთვის თქვენი არაკეთილის მსურველი. ვნახოთ, როგორია ამჟამად კავშირი ან ენერგეტიკული ურთიერთობა შენსა და მას შორის. ვნახოთ, თასის ტუზი ამოვიდა, ჩემ უზურპასებო თასის ტუზი, მე დავამატებ. დაკიდებული კაცი ამოვიდა. ანუ როგორი მომენტია, იცით, თქვენა პიროვნებას იცნობთ ძალიან კარგად. შესაძლებელია ერთ დროს გქონდათ რაღაც მართლა კარგი ურთიერთობა, არ არის გამორიცხული, რომ იყოს ოჯახის წევრიც ან ახლო ურთიერთობაში იყოთ მასთან, არ არის გამორიცხული, ზოგიერთთან იყოს ეს როგორც ნათესავი, ანუ ემოციური კავშირი გქონდათ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს შეჩერებულია დაკიდებული კაცი სიტუაცია, რომელიც გაკავშირებდათ მასთან, ანუ ემოციები შეიცვალა, თავდაყირა დადგა, ხო? რაღაცნაირად ამ მომენტში შეიძლება მასთან დღესდღეობით ურთიერთობა აღარც გაქვთ და გაჩერებული ურთიერთობა აქვს, ხო? შესაძლოა არის რაღაც თქვენსა და მას შორის მანძილი უკვე დაშორდით, ურთიერთობა აღარ გაქვთ ახლო კავშირი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ამ პიროვნებას ძალიან კარგად იცნობდით და გქონდათ ერთ დროს ურთიერთობა და ემოციური კავშირი, ენერგეტიკულად ახლოს იყავით ამ პიროვნებასთან. ვნახოთ შინაგანი მოტივი, მაგრამ ამ მომენტისთვის ურთიერთობა შეჩერებულია, ჩემ უზურპასებო. აი ეს ორი არკანით უნდა მიხვდეთ თქვენ, რამდენად თქვენია ეს გაშლა ამ ორი კითხვით. ჩემო კარგებო, ვნახოთ შინაგანი მოტივაცია, რა ამოძრავებს მას, რატომ იჩენს ნეგატიურ განწყობას თქვენს მიმართ. ხუთიანი პენტაკლი, ნახეთ ჩემო უზურპასებო, ეს არკანი პირდაპირ მოუთითებს იმას, რომ თქვენს მას რაღაც შურის ფაქტორი აქვს, დავამატებ. შურის მომენტი აქვს, შესაძლებელია დავამატებ. თვარი არ მოვიდა, ნახეთ, მას ერთ მნიშვნელოვნად შური ამოძრავებს. შური იმის, რომ შესაძლებელია თქვენ გაქვთ ის, რაც მას არ გააჩნია. დაფარული შიშის მომენტი, შესაძლებელია ურთიერთობა გაქვთ თქვენ, ან მატერიალური თვალსაზრისით კარგად ხართ, ან მოკლედ რაც თქვენ გაქვთ, მას არ გააჩნია და აი ეს მომენტი აქვს, რომ აი შურის მომენტი, მთვარე კიდევ არის შიში აქვს რაღაცნაირად, ну მას არ მისდის ცხოვრება, ისე აქ ერთ მნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ შინაგანი მოტივი მას რაც ამოძრავებს, ის არის და ნეგატიური განწყობა, რომ თქვენ მასზე ბევრად რესურსიანი ხართ, რაც მას არ გააჩნია და შესაძლებელია არ ემართება ხელი, არ გააჩნია ისეთი სტაბილურობა არ აქვს, ან პარტნიორული, ან ფინანსური სტაბილურობა არ გააჩნია, მისი საქმეები არ მიდის შეიძლება და ეს შიში და შურის მომენტი მოქმედებს ამ ყველაფერზე და აი სწორედ ეს არის მისი მოტივაცია, რატომაც არის ნეგატიურად თქვენს მიმართ განწყობილი. შურის მომენტი, ჩემ უზურპასებო, მე სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. შური ამოძრავებს და მას ეს ბოღმა, რომელიც და შიში იმის, რომ მას არ გააჩნია, ილუზიებშია. შესაძლებელია ანუ მთლად იტყვით, რომ ნეტა მე რა მაქვს შესაშური, მაგრამ საერთოდ ესია, ხო, ილუზიებში ცხოვრობს. შესაძლოა აქვს მცდარი წარმოდგენა, მცდარი შეხედულება, მთვარის არკანი, მცდარი ბუნდოვანი, რეალურად მან არ იცის თქვენი მდგომარეობა, შეიძლება ნამდვილად არ გქონდეთ შესაშურად, მაგრამ ყოველთვის არიან ადამიანები და ყოველთვის არის სიტუაცია ისეთი, რომ ჩემთვის ზოგიერთისთვის შესაძლებელია რაღაც ჩემი ერთი კაბა ან ერთი რაღაც მთლად უბრალო, რაც ჩემთვის არ წარმოადგენს ისეთ მნიშვნელობას, მაგრამ ზოგიერთისთვის იყოს აი შურის მომენტი, ხო? ან ზოგიერთ შესაძლებელია ქონდეს
ყავდეთ პარტნიორი ან შვილები ისეთი, რაც მას არ აქვს და აი ეს არის სწორედ რომ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც ნაკლები ექნება თქვენზე. და აი შურის მომენტი ამოძრავებს ამ პიროვნებას და შური ამოძრავებს და შურია მისი ასე ვთქვათ ის რატომაც იჩენს ნეგატიურ განწყობას თქვენს მიმართ, ჩემო ძვირფასებო. ვნახოთ როგორ აისახება მისი მოქმედებები, მისი ეს ნეგატიური განწყობა თქვენს მიმართ მის ცხოვრებაზე, როგორ აისახება პაჟი. პაჟი, კვერთხის პაჟი. ჩემო ძვირფასებო, როგორ აისახება? პაჟი ეს არის პიროვნება, რომელიც აი რაღაც როგორ გითხრათ, ცნობის მოყვარე პიროვნება, ბავშვური რაღაც დაუფიქრებელი ქმედებებით და ცნობის მოყვარე, ხო მე დავაზუსტებ. ხმლის დედოფალი. აი მის შესაძლებელია იცით როგორი მომენტია, ამ მომენტში ვერც ხვდება ის რამხელა ასე ვთქვათ თავისი აი ამ ნეგატივით და ნეგატიური განწყობით თქვენს მიმართ თავის ცხოვრებას რამხელა ზიანს აყენებს. პაჟი და ხმლის დედოფალი ამოვიდა. მას მისი ანუ როგორ აისახება, იცით, ჩამოეჭრება, მოეკვეცება, ასე ვთქვათ, ის შესაძლებლობები, რაც ცხოვრებამ უნდა მისცეს მას რაღაც ახალი შესაძლებლობები, მისი ეს დაუფიქრებელი ნეგატივი და დაუფიქრებელი რაღაც ქმედებები მასზე იმდენად ნეგატიურად იმოქმედებს, რომ შეიძლება საერთოდ ისეთ სირთულეს წააწყდეს ცხოვრებაში, რომ რაღაც ახალი შანსები დაებლოკოს, ახალი შესაძლებლობები და ისეთ სიმართლეს წააწყდეს, რომელიც მასზე რთულად ანუ ცუდად იმოქმედებს და შეეჯახოს ისეთ სიმართლეს, რომ აი გამოფხიზლდეს და თქვათ რომ აი რა თმინდოდა ვთქვათ ის ყველაფერი, ხო? აი ანუ შემდეგ გააცნობიეროს სიცხადე და მისი აი ეს ქმედებები მასზე იმოქმედებს ისე რომ შესაძლებლობები დაებლოკოს, ასე ვთქვათ. აი ეს მინდოდა მეთქვა, ანუ როგორ აისახება მისი ეს მოქმედებები მისივე ცხოვრებაზე, ხო? შესაძლებლობები დაებლოკოს და შეეჯახოს ისეთ სიმართლეს, რომ გასაქანი აღარ ქონდეს შემდეგ და აი ესეთი ხელი მოეცაროს ბევრ რამეში, სიახლეებში. ვნახოთ საბოლოო ბედი მისი შედეგი გზის ბოლოს როგორი იქნება, რომ ვნახოთ 6-იანი თასი, ჩემო ძვირფასებო და დავავატეთ აქ 6-იანი თასი. 6-იანი თასი ეს არის, როდესაც წარსულში რჩება პიროვნება, წარსულ ნეგატივში და წინ არ იყურება, ხო? ანუ წარსულით როდესაც ცხოვრობ ადამიანი და რაღაცნაირად დავამატებ 7-იანი ხმალი ამოვიდა. ნახეთ, აი ეს პიროვნება აი აქეთკენ დავდებ რომ დაინახოთ. ეს პიროვნება 7-იანი ხმალი ამოვიდა დაზუსტებად. თავს იტყუებს, ფაქტიურად გამოდის რომ მისი ცხოვრება ერთ წრეზე ტრიალებს, ანუ წინ ვერ მიდის, ყველანაირად წინ ვერ მიდის. მუდმივად ერთ წრეზე ტრიალებს, ტყუილში ცხოვრობს, თავის თავს ატყუებს ამ ყველაფრით. და საბოლოო ბედი ის იქნება, რომ აი მოტყუებული ბოლოს თვითონ დარჩება და აი ნეგატივში არ არის გამორიცხული, რომ იგივე დაუბრუნდეს მას ის ნეგატივი, რასაც თქვენ გიკეთებთ, ჩემო ძვირფასებო, ანუ თვითონ გახდეს იმ ტყუილის, ასე ვთქვათ, ტყუილის მსხვერპლი ახლობლებისგან, მეგობრებისგან და წინ ვერ წავიდეს ერთი სიტყვით. ის ნეგატივი პიროვნებას თვითონ უბრუნდება. აი ეს ყველაფერი და ტყუილში ცხოვრობს. ვერ პიროვნება იმის მაგივრად რომ წინ წავიდეს, ჯერ ხომ საერთოდ წინ რაღაც პერსპექტივებს და სიახლეები მის ცხოვრებაში უკვე ბლოკავს, ხო? სამყარო ისეთია, რომ ყველაფერი კანონზომიერია, ხო? შენ თუ ნეგატივი გინდა სხვისთვის და ცუდი გინდა, იგივე გიბრუნდება შენ და აი ზუსტად ეს არის, რომ როგორ აჩვენა ტარომ, რომ წარსულში რჩება პიროვნება, წარსულ ნეგატივში თვითონ და ფაქტიურად თავისი ცხოვრება იმის მაგივრად რომ შეცვალოს და წინ წავიდეს, რჩება მოტყუებული, თავს იტყუებს და ყველანაირად პერსპექტივას უკლავს თავის თავს, ჩემო ძვირფასებო. აი ესეთი იყო დღევანდელი გაშლა, ისე რომ მე გისურვებთ ყველას სიკეთეს და მე მესმის რომ ადამიანები ვართ, ცნობის მოყვარეები ვართ რაღაცნაირად, მაგრამ
მიანდეთ უფალს ეს ყველაფერი. თუ ვინმე თქვენს მიმართ რაიმე ნეგატიურად მოქმედებს და გრძნობთ მისგან პიროვნებისგან ნეგატივს, თქვენ გულში ნუ ჩაიდებთ ამას და მიანდეთ უფალს და სამყაროს. ეს ყველაფერი ამ სამყაროში კანონზომიერია და ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველაფერს თავისი შედეგი აუცილებლად მოჰყვება. კარგსაც და ცუდსაც. ჩემო ძვირფასებო, ეს იყო დღევანდელი გაშლა. ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ. მადლობა და ნახვამდის.